ზღაპარი ლომისა, წეროსი და ჭიანჭველასი. იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, სახელად ჰანსი ერქვა. ერთხელ ჰანსმა დედას უთხრა: დედა, აღარ მინდა შინ დარჩენა, უნდა წავიდე, თო ქვეყანა მოვიარაო. დედა შეეხვეწა: ჰანს, ნუ მომშორდები, ხომ იცი, შენს მეტი ქვეყანაზე არავინ გამაჩნიაო. ჰანსმა არ დაუჯერა და წავიდა. სოფელ ქვეყანა შემოიარა. ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს გზაზე თავს წაადგა ლომს, წეროს და ჭიანჭველას, რომლებიც მკვდარ ცხენს მისდგომოდნენ და დაობდნენ: არა ჩემია ეს ცხენი, არა ჩემიო. ჰანსმა უსმინა, ბოლოს მიხვდა ტყუილად ჩხუბობდნენ და უთხრა: აბა რა გაჩხუბებთ? ეს ცხენი სამივეს გეყოფათ. ლომმა ხორცი დაგლიჯოს, წერომ თავისი გრძელი ნისკარტით ძვლები ამოსრუტოს. ცხენს კი თავის ქალაში იმდენი საჭმელი ექნება ჭიანჭველას თავს გადაუვაო. ჰანსის რჩება ჭკუაში დაუჯდათ ლომს, წეროს და ჭიანჭველას. ცხენი ისე გაინაწილეს, როგორც ჰანსმა ურჩიათ და სამივენი კმაყოფილები დარჩნენ. ჰანსი რომ ემშვიდობებოდა, ლომმა უთხრა: ჰანს, დიდი თავსატეხი საქმე მოგვაშორე, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. სამაგიეროდ, რომ იტყვი ჰანსი ლომიაო, ჩემზე 7 ჯერ უფრო ღონიერი გახდები. წერომ უთხრა: ჰანს, რა თავსატეხით შენ მოგვაშორე, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სამაგიეროდ, როცა იტყვი ჰანსი წეროაო, ჩემზე 7 ჯერ უფრო მაღლა ფენას შეძლებ. ჭიანჭველამ კი უთხრა: ჰანს, მადლიერი ვარ შენი საქმისთვის და როცა იტყვი ჰანსი ჭიანჭველაო, ჩემზე 7 ჯერ მეტად დაპატარავდები. ჰანსი გაუდგა გზას. ბოლოს ერთ სახელმწიფოში მივიდა. სახლების სახურავებზე შავი დროშები იყო გამოკიდებული. რა მოხდა თქვენს ქალაქში? იკითხა ჰანსმა. ჩვენი ხელმწიფის პირმშვენიერი ასული სამთავიანმა ურჩხულმა წაიყვანა, მისი მშველელი კი არავინ არისო, უპასუხეს. ჰანსმა იფიქრა, მოდი აბა ბედს ვცდიო და გზას გაუდგა. 3 დღე და 3 ღამე იარა. ერთი მთის ძირას მივიდა. სწორედ ამ მთის წვერზე იდგა ის სასახლე, რომელშიც ხელმწიფის საბრალო ასული გამოემწყვდიათ. ძალიან უნდოდა ჰანსს იქ ასულიყო, მაგრამ ციცაბო იყო, მოლიბულ მთაზე როგორ უნდა ასულიყო. ჰანსი ცოტა ხანს დაფიქრდა. მერე უცებ თქვა: ჰანსი წეროა და უცებ წეროდ გადაიქცა. ფრთები მოიქნია და აფრინდა მთის წვერზე. ოღონდ ესაა, რომ ჭიშკარი ჩარაზული დაუხვდა, არც არავინ გააუღო. ჰანსი ისევ ჩაფიქრდა, მერე კი თქვა: ჰანსი ჭიანჭველაო. უცებ ჭიანჭველად იქცა, შეძვრა პატარა ხრიჭოში და იქიდან ეზოში შეცოცდა. ეზოში კი ისევ ჰანსაც გადაიქცა. იქაურობა მოათვალიერა. ნეტავი ერთი ხმალი მაინც მქონდეს, გაიფიქრა ჰანსმა. ამ დროს კი კარი ანჯამებზე აჭრიალდა. ჰანსმა მიიხედა და რას ხედავს, მის წინ ქარვასლის კარი გაიღო. ქარვასლაში კი ნაირ-ნაირი ხმლები ეწყო. მათ შორის ერთი უზარმაზარი ხმალი ჩანდა. ჰანსმა აღება დააპირა, მაგრამ ისეთი მძიმე იყო, ძვრაც ვერ უყო. იგი ერთხანს ჩაფიქრდა, ბოლოს თქვა: ჰანსი ლომია და უცებ ისეთი ძალა მიეცა, ხმალი ცალი ხელით ასწია. ახლა კი გასწია ჰანსმა ზემოთ, რაინდ და დარბაზისაკენ. უცებ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. თურმე ურჩხული მოდიოდა და სამივე თავიდან ცეცხლს აფრქვევდა. ჰანსმა მოიქნია ხმალი და ერთი მოქნევით სამივე თავი მოაჭრა. მერე ხელმწიფის საბრალო ასულის საპყრობილიდან გამოიყვანა და შინისკენ გაუდგნენ გზას. ორას სიხარულით შეეგებნენ ქალაქში. სახურავებიდან შავი დროშები ჩამოხსნეს და სისხლივით წითლები გამოფინეს. რეკდნენ ოქროს და ვერცხლის ზანზალაკები და წკრიალით ამცნობდნენ ქვეყანას ჰანსის ხელმწიფის ასულზე დაქორწინებას. შვენიერი და მხიარული ზღაპარი იყო არა? ისიც მინდა იცოდეთ, რომ ვინც ეს ზღაპარი გვიანბო, თავად იყო ამ ქორწილში და ძალიანაც ისიამოვნა.